Ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოში 30 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესი იწყება. მას სპეცრაზმის თანამშრომლები განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ, რის გამოც საჭირო გახდა გოგილაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა და მისთვის რამდენიმე ოპერაციის გაკეთება. Ანხილვას საქალაქო სასამართლოში ესწრებიან 6 ქვეყნის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები. მარიამ ელიბაშვილი მოგვიყვება ამ საქმის თაობაზე უფრო ვრცლად. მარიამ, დაიწყო თუ არა პროცესი და რა შედავება გამოძიება სასტიკად ნაცენ მოქალაქეს. მიშა, დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში უკვე დაიწყებულია. მას როგორც შენ აღნიშნე, ესწრება 6 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელი და ელჩების წარმომადგენლები. კონკრეტულად ეს ქვეყნებია ევროკავშირი, ესტონეთი, ბრიტანეთი, ჩეხეთი, ჰოლანდია და დანია. მათთან ერთად დღევანდელ სასამართლოს ხდომას ესწრება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკაგი გაურიც, როგორც გოგილაშვილი ჩვენთან საუბარში იხსენებს, ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლობა განსაკუთრებული აგრესიით, ძალადობით და პროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. მასზე ფიზიკური ანგარიშწორება ხდებოდა უშუალოდ დაკავების პროცესში, დაკავების შემდეგ და იმ ავტომობილში, რითაც ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაყავდათ. მაშინ, როცა ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, იქ გასინჯა ექიმა უშუალოდ დავით გოგილაშვილი და მან სასწრაფოდ მოითხოვა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. არაერთი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა მას, აღენიშნება დაზიანებების სახის არეში, მათ შორის სხეულის მიდამოებშიც. როგორც ადვოკატი ჩვენთან საუბარში ამბობს, უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდენტიფიცირებულები არ არიან, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ სპეციალური ნომრები, რითაც ხდება მათი იდენტიფიცირება. ამ წუთებში მიმდინარეობს, როგორც გითხარით, სასამართლო პროცესი დავით გოგილაშვილის, მას 173 მუხ სტანდარტულად პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება გამოძიება. 30 ნოემბერს ჩემი დაკავება მოხდა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკრაინკას ქუჩაზე, სადაც მე წინააღმდეგობა და არაფერი არ გამიწევია, სრულიად უსამართლოდ დამაკავეს და არც ვიცი იდეაში რა მოხდა. უსამართლოდ დაკავებულს კიდევ უსამართლოდ მომაყენეს ისეთი დაზიანებები, რომ ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. მივიღე ტვინის შერყევა, ცხვირი გამიტეხეს და რა ვიცი, ყველაფერი უსამართლო და სამართლო დამცავება ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სამართალი დაერღვიათ. იზოლატორში ექიმა არ მიმიღო, 9 საათი მალოდინეს იმისთვის, რომ იზოლატორში შევეყვანე, მანდაც ჩემი უფლებები დაირღვა და 9 საათის შემდეგ ექიმა რომ ნახა, შანსი არა, ამას საავადმყოფოში უნდა გავუშვათ. როდესაც თქვენი კამერები, ტელე-პირველის მთავარი არხის კამერებს გავცდით, ჩემი ფიზიკური ეს უკვე წამება იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ მარტო ფიზიკური შეურაცხყოფა არ იყო, წამება იყო, დაშინება იყო და ცდილობდნენ შეეშინებინათ იმისთვის, რომ მეორედ მე აღარ გამებედა, რომ ჩამოსულიყავი აქციაზე და რა ვიცი, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლა. ისინი არიან ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, უნდა ნახონ ის სასამართლო პროცესი, სამწუხაროდ რომელსაც კავშირი აღარ აქვს სამართალთან და სამართლიან სასამართლოსთან. ამ შემთხვევაში ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს ედავებიან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წინააღმდეგობას, თუმცა სინამდვილეში პოლიციამ და სახელმწიფოს წარმომადგენლებმა პირიქით მასზე იძალადეს, ხედავთ დაზიანებებს, რომელიც 30 ნოემბრის შემდგომ კიდე აღენიშნება, მას ჰქონდა წოლითი რეჟიმი, ჩაუტარდა ოპერაციები და პრაქტიკულად ის რასაც ყვება, ეს იყო წამება და არა ადამიანური მოპყრობა. 15-20 წუთის განმავლობაში, მას შემდეგ რაც შეიპყრეს და არა დააკავეს, შეიპყრეს ის ლესია უკრაინკას ქუჩაზე, 15-20 წუთის განმავლობაში ის გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და ამის შემდგომ მთელი 9 საათის განმავლობაში დაზიანებებით მას უწევდა ლოდინი, არ მისცეს საშუალება ადვოკატის მომსახურების, არ მისცეს საშუალება სამედიცინო მომსახურების და 9 საათის შემდგომ უკვე მხოლოდ მას რაც იზოლატორში ვნახეთ და აღმოჩნდა რომ იყო მძიმე დაზიანებებით, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მძიმედ შეფასდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე როგორც გითხარით, დავით გოგილაშვილის სასამართლო პროცესი ესწრება 6 ქვეყნის დიპლომატი. საინტერესოა, ბუნებრივია, მედიას გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი, რა შეფასებას გააკეთებენ უშუალოდ ელჩების წარმომადგენლები პროცესის დასრულების შემდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა ადმინისტრაციული სამართალდამცავი პროცესებიც არის ჩანიშნული. ბუნებრივია, ჩვენ ვრჩებით თბილისის საქალაქო სასამართლოში და დავაკვირდებით, როგორ განვითარდება პროცესები.